ილიას იავოზი. ძველი საიდუმლო. გამარჯობა სიძე. ძალიან ცუდი რამ მოხდა. გთხოვ დამეხმარე. რა მოხდა? კუდრეთს ეხება? არა. თუმცა კი, მასაც ეხება. ეს მას უხეშად ველაპარაკე. ეს ომერმა გაიგო და გამიბრაზდა. ყველაფერი ეს მას ბრალია. გამომიწვია. მერე გავლანძღე და დამნაშავე მე გამოვედი. ომერს ჩემთან პარტნიორობა აღარ უნდა. იმ გოგოს გამო პარტნიორს კარგა. გთხოვ, ომერს დაელაპარაკე. დევედრები გადაარწმუნე. კარგი, დაველაპარაკები. ომერის ნომერი გამომიგზავნე. კარგი, როცა დაველაპარაკები შეგატყობინებ დროებით. დროებით. თითქოს სხვა სადარდებელი არ მქონდა, ახლა ომერიც დამემატა. გამარჯობა, ბატონ თურგულსთან მინდა შეხვედრა. გამარჯობა, რა გქვიათ? ჰალილი. შეხვედრა დანიშნული გაქვთ? არა. მოითმინეთ ბატონო ჰალილ, ბატონ თურგულს ვაცნობებ. შეიძლება დაკავებულია. ჰალილ? ვუთხარი რომ მოეცადა, მაგრამ არ მომისმინა. კარგი, არა უშავს. რა მოხდა? კაფეში მუშაობის ნაცვლად ოფისების რბევა დაიწყე? აქ სკანდალის მოსაწყობა და არ მოსულ ვარ. შენთან სალაპარაკო მაქვს. კარგი, დაჯექი. ყავა დავლიოთ. ყავა არ მინდა. გეტყვი რაც მინდა და წავალ. დროა შენთან ანგარიში გავასწორო. ბატონო ჰალილ, რაღაც უცნაურად საუბრობ. მითხარი რა ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. გახსოვს რომ მითხარი მე ის კაცი ვარ, ვინც საკუთარი ძმა მოკლა, შენი შვილის მოკლა არ გამიჭირდებაო. გახსოვს? რა მოხდა? ახლა შეგაწუხა ჩემმა სიტყვებმა. ამისთვის მოხვედი? არა. არ შემაწუხა. მართალი ხარ. შენაერი კაცი არავის დაინდობს. ამაში ეჭვიც არ მეპარება. მხოლოდ ერთი რამ დაგავიწყდა. შენს წინაშე დგას ადამიანი, რომელმაც სინდის საკუთარი შვილის სიცოცხლე ამჯობინა. მე არც ქალბატონ ჩინარს და არც მის 4 შვილს. არ ვუთხარი რომ ის ქალი უდანაშაულოა. 20 წელიწადი ამ ტვირთს ვატარებდი. მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ არ მოვკვდი. ხომ ხედავ, დაუნდობელი ადამიანი გავხდი. შენსავით. სწორედ ამის სათქმელად მოვედი ბატონო თურგუთ. მე და შენ ერთნაირები ვართ, როცა შემომხედავ. საკუთარ თავს დაინახავ. მგონი ხვდები რა შემიძლია. სისულელეებს თავი დაანებე და საქმეზე გადადი. რისი თქმა გინდა? შენი ჭკუით მემუქრები? გარკვევით აგიხსნი. თუ გინდა მუქარა დაარქვი. მომისმინე, ბატონო თურგუთ. ომერს არ შეეხო. თუ მას რამე მოუვავ ფიცავ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ. 20 წლიან დუმარებას დავარღვევ. შენ საიდუმლოს გამოააშკარავებ. ამერიდან არ მაინტერესებს მოვკვდები თუ ვიცოცხლებ. ხელს არაფერი შემიშლის. ერთი წამითაც არ დავფიქრდები ისე მოვკლავ. ეს კარგად დაიმახსოვრე.
კარგი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ბატონ თურგუცთან მოვედი. შეხვედრა მაქვს დანიშნული. მე ომერ ილმაზი ვარ. ბატონ თურგუც ახლა არ ცალია. ცოტა ხანს დაელოდეთ, სტუმარი ჰყავს. დაბრძანდით. რას დალებთ? არაფერს, გმადლობთ. ძმაო ზაჰილ, შეგიძლია დაგვეხმარო. კიბეზე ავიყვანოთ. გამიშვი. სახლში არ შევალ. რა მოხდა ძმაო? სახლში შესვლა რატომ არ გინდა? დღეიდან გარეთ რომ არის იმ ოთახში ვიცხოვრებ. ეს რამ გაფიქრებინა? იქ მარტო იქნები, ვერავინ დაგეხმარება. არავის დახმარება არ მჭირდება. თვითონ ვიზრუნებ საკუთარ თავზე. ძმაო, ასე არ შეიძლება. მისმინე. ესმა უკვე გადავწყვიტე. ვერ გადამაფიქრებინებ. კარგი ესმა. მე თვითონ წავალ. კარგი. კარგი, როგორც გინდა ისე მოვიქცეთ. მეც წამოვა. მეც.
შვილო, რა მოხდა, რას უყურებ? ჩეთენი მოიყვანეს, ქვემოთ არიან. დედა, ახლა რა იქნება? ესმა თავს დამესხლება. ვიცი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციხეში ჩამსვან. შვილო, მოდი ჩემთან. შვილო, მსგავსი არაფერი მოხდება. გასაგებია? ციხეში ვერ ჩაგვსვამენ კუდრეთ. მამის მინე შენ აქ იჯექი. არსად წახვიდე. ესმას დაველაპარაკები და მოვალ. დედა, რომ ვერ გადააფიქრებინო რა მოხდება. ციხეში ვერ წავალ. კუდრეთ შემომხედე. გითხარი ციხეში ვერ ჩაგვსვამენ მეთქი. არ მენდობი? არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს. შენს თავს ვერავინ წამართმევს. ახლა წავალ. შენ აქ დამელოდე. ყოჩაღ ბიძია. ქალბატონო აიშე. თავი დაანებეთ. მე მიხედა. გმადლობთ დეიდა აიშე. შეგაწუხეთ. რა შეწუხებაა შვილო? შვილო, შეერი ხარ? რამეს მოგიმზადებ? მე მოვუმზადებ. თქვენი საქმე გაქვთ. კარგი. წვნიანს მაინც მოვამზადებ. გამოჯანმრთელებას გისურვებ, შვილო. მადლობ. რა დაგემართა ჰალილ? იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ ჩემთან მოხვიდე და დამემოქრო. არ მგონია რამე შეგეძლოს. ყვილად ნუ ამობ, რომ უკან არ დაიხევ. საიდუმლოს, რომელსაც 20 წელი ინახავდი, ახლა ვერ გაამჟღავნებ. რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა გააკეთო, შენი არ მეშინია. ქალბატონი ჩინარი ჩემი ტყუილის გამო გაუბედურდა. შვილებს დააშორეს. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ და სასჯელს მივიღებ. მაგრამ იცოდე, პირობა დავდე, რომ ჯოჯო ხეთში წავალ და თან წაგიყოლებ. ოდესმე ვინმე მოგიკლავს? ენის მუცელში ჩაგდება მარტივია. შეიძლება 20 წელი ხმა არ მოიღო, თუ საჭირო გახდა 50 წელიც. მაგრამ შეგიძლია პირისპირ მდგომ ადამიანს დანა გაუყარო. მერე ხელი გაუშვა და კლდიდან გადააგდო. შეგიძლია საიქიოში გაგზავნო. მითხარი. შენ შესწოდე, რომ სიცოცხლე წაართვი ადამიანს. მე კი შევწოდე, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივე ჩემს შვილს. ეს ისეთი ცოდვაა, რომ დღემდე არ მასვენებს. მეც და გარშემო მყოფებსაც ანადგურებს. ამას მიჩვეული ვარ. ამიერიდან მნიშვნელობა არ აქვს რამომელის. მაგრამ გავფრთხილებ, ჩემს შვილს არ შეეხო. სანამ რამეს გააკეთებ, კარგად დაფიქრდი. თორემ საფლავის გათხრა მოგიწევს. მეც საქმეს გამიადვილებ. მე უკვე ჩემი სათქმელი გითხარი. გავფრთხილებ. ახლა კი კარგ დღეს გისურვებ. მოიცადე. ჩვენ მეგობრებზე უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. ნუ დაგავიწყდება, რომ გამბედაობაა საჭირო იმ საიდუმლოს შესანახად, რომელსაც 20 წელია ვიზიარებთ. გინდა თუ არა, შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ვარ. ასე რომ გაჩერდი და კიდევ ერთხელ დაფიქრდი. ამ წლების მანძილზე ერთმანეთისთვის პრობლემა არ შეგვიქმნია. ენასკბილი რომ დავაჭიროთ, ყველაფერი მშვენივრად იქნება.
ისმენთ ქალბატონო ბაჰარ. ბატონო ომერ, ბოდიშს გიხდით რომ გაწუხებთ, მაგრამ ოფისში მოვედი და არავინ დამხვდა. ამიტომ დაგირეკეთ. ბოდის მე უნდა გიხდიდეთ ქალბატონო ბაჰარ. რამდენიმე დღეს სხვა საქმით ვიყავი დაკავებული. ყურადღება ვერ მოგაქციეთ. ისევ ოფისში ხართ? დიახ, კართან ვარ. დაგელოდოთ? სათქმელი აღარაფერი მაქვს ბატონო თურგუთ. რაც მინდოდა გითხარი და შენც გაიგე. ჩემ შვილს ახლოს არ გაეკარები. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. მოვდივარ ქალბატონო ბაჰარ. წუხარ, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ მოცდა მოგიწევთ. ესმა. ჩემო გოგო, გთხოვ, ნუ გაგვწირავ. ამდენი წლის მანძილზე ვცდილობდი არაფერი მოგკლებოდათ. როგორც შემეძლო ვზრუნავდი თქვენზე. კუდრეთი და ჩეთინი არ დავაშორე ერთმანეთს. ბიძა შენმა ჩეთინი საკუთარი შვილივით გაზარდა. უბედური შემთხვევა მოხდა. პოლიციაში ჩივილი რატომ გადაწყვიტე? ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ შვილო. უკაცრავად? ალბათ არასწორად გავიგე. არ ვიცი ხვდები თუ არა, მაგრამ სიმართლეს არ ამბობ ბიცოლა. ჩემს ძმას შენი შვილის გამო ცხოვრება დაინგრა. შენ კი ცდილობ ამ სიტუაციას უბედური შემთხვევა უწოდო? შვილო, ეს ბავშვები ერთად გაიზარდნენ. ახლა კუდრეთი ციხეში რომ ჩასვან, ჩვენს ოჯახში სიმშვიდე დაირღვევა. ერთმანეთს თვალს ვეღარ გავუსწორებთ ესმა. დაფიქრდი, ერთმანეთის გარდა ვინ გვყავს? გასაგებია ბიცოლა. ვიცი რომ არავინ გვყავს. და ძმის გარდა არავინ დამრჩა. არც ბიძია და არც შენ ჩვენზე არ ზრუნავთ. თქვენი ერთადერთი საზრუნავი კუდრეთია. მაგრამ ჩემი ძმის უბედურებით ვერ გაიხარებთ. სამართალი აღსრულდება. შვილო, სეჰერ. შენც თქვი რამე. რა დაგიშავეთ, შვილო? რა ჩავიდინეთ, რომ ასეთი მკაცრი სასჯელით გვსჯით? ესმა. ბიცოლა მართალია. ახლა ჩხუბს აზრი არ აქვს. რაც მოხდა, მოხდა. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ოჩახდაო. შენ შეიძლება ჩაგვრას დადამცირებას მიეჩვიე, მაგრამ მე ვერ გავჩუმდები. მართალი ხარ. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია კუდრეთს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც ჩაიდინა. ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. ახლა ვეწავალ და პოლიციაში ვიჩივრებ. ესმა. ესმა გაჩერდი. სანამ არ დამირეკეთ, არ მინდოდა კითხვებით შემეწუხებინეთ, რადგან მითხარით, რომ ყველაფერს თავად მოაგვარებდით, მაგრამ ვერ მოვითმინე. ძალიან მწვენია ქალბატონო ბაჰარ. რამდენიმე დღეს საავადმყოფოში ვიყავით, ამიტომ მუშაობას ვერ ვახერხებდით, მაგრამ არ ინერვიულოთ. თქვენ საქმეს რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქადირსაც დაველაპარაკები. გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ახლა წავალ. თუ რამე სიახლე იქნება, შემატყობინეთ. მეც მოვდივარ. ერთად გავიდეთ. ოფისში დაბრუნდი, ომერ? ერთ საკითხში შენგან კონსულტაცია მჭირდება. ახლა გავდივარ. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. თუ მალე დავასრულებ, ადრე დავუბრუნდები. კარგი. თუ დღეს ვერ მოახერხებ, ხვალ დამეხმარე. ნახოთ. ნახვამდის. რა ხდება ზუჰალ? გირეკავდა ან პასუხობ? ჩემი გაგიჟება გინდა?
ტელეფონი სახლში დამრჩა თურქუთ. ამიტომ ვერ გიპასუხე. არ ვიცი როგორ მოვიქცევ ამის აჭკუიდან გადავიდე. მეშინია რომ ქუდრეთს დაიჯერენ. კიდევ რა მოხდა? თხოვ წესიერად ამიხსენი. რა უნდა მომხდარიყო თურქუთ? ეს მას არ იცნობ? გაჯიუტდა. ამბობს რომ არ დანებდება. ქუდრეთს უჩივლებს და ციხეში ჩასვამენ. ვერ დავარწმუნე. თურქუთ. ღვთის გულისათვის გააკეთე რამე. ეს მას პოლიციაში საჩივრის შეტანა უნდა გადავაფიქრებინოთ. თორემ ქუდრეთი დაზარალდება, ჩვენი შვილი დაიღუპება. კარგი ზუჰალ დამშვიდი. ამდენს ვეღარ გავუძლებ. რაც მოხდება. ეს წამება უნდა დასრულდეს. უნდა დავასრულოთ. რას ამბობ? ქუდრეთი ციხეში გავუშვათ? არ ჩაერიო ზუჰალ, არ ჩაერიო. თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს კიდეც. რა დაგემართა? ასე როგორ ლაპარაკობ? დაბნეული ვარ ზუჰალ. არ ვიცი როგორ მოვიქცე გესმის? ერთ მხარეს ჩემი შვილი, მეორე მხარეს ჩემი ძმის შვილი. ვერ ხვდები ვის რა ვუთხრა, ან რომელს დაუდგე მხარში. ამაზე ფიქრისგან გავგიჟდები. ჩემს მდგომარეობაში ჩედი. თურგუთ. სხვა გზა არ გაქვს ზუჰალ. ჩინარს უნდა დაელაპარაკო. თუ საჭირო გახდება, მარტო იბრძოლებ შენი შვილის თავისუფლებისთვის. იმედია ჩეთინი მალე გამოჯამრთელდება. მისთვის მხოლოდ წვნიანის მომზადება შემიძლია. სხვა ვერაფრით ვეხმარები. ვერც გულში ჩავიკრავ და ვერც ვანუგეშებ. ჩინარ? რა მოხდა ზუჰალ? ჩინარ. ღვთის გულისათვის გთხოვ და მეხმარე. რა მოხდა? ამ უბედურებისგან მხოლოდ შენ თუ მიხსნი. გთხოვ, გადაარჩინე ჩემი შვილი. ღვთის გულისათვის ქუდრეთს დაეხმარე. მე რა უნდა ვქნა ზუჰალ? ესმა ძმა რას იმსგავს. თუ გაჯიუტდა ვერავინ შეაჩერებს. 1 საათი ველაპარაკებოდი, მაგრამ ამაოდ. მითხრა პოლიციაში წავალ და ქუდრეთს უჩივლებო. ჩემ შვილს რამე რომ დაემართოს ვერ ვიცოცხლებ, ჩინარ. შენ ჩემი ყველაზე კარგად გესმის. თხოვ წადი და ესმას დაელაპარაკე. გევედრები, უთხარი რომ ქუდრეთს არ უჩივლოს. ესმას რა უნდა უთხრა ზუჰალ? ვინ ვარ მისთვის? ერთი შორეული ნათესავი მალათიადან. მაშინ ჩეთინს დაელაპარაკე, იქნებ მოგისმინოს. ჩეთინის მდგომარეობა ისედაც სავალალოა ზუჰალ. ახლა ვერ დაველაპარაკები. შეიძლება უარესად გახდეს. სხვა გზა არ გაქვს ჩინარ. თუ დამეხმარები მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. ქუდრეთი ციხეში რომ ჩასვან, ვერ ვიცოცხლებ, რატომ არ გესმის? ვერ დავუშვებ რომ ჩემგან შორს იყოს. ჩეთინი შენი სისხლი და ხორცია. ქუდრეთი. ქუდრეთიც შენი შვილია, ჩინარ. კარგი. დაგელოდებით. გმადლობთ. ძმაო, მისმინე? მალე პოლიციის ოფიცერი მოვა და შენგან ჩვენებას აიღებს. გაფრთხილებ. ქუდრეთის დაცვას ნუ ეცდები. ის უნდა მიიღოს, რაც დაიმსახურა. გესმის? ქუდრეთს ეს საქციელი არ უნდა შერჩეს. ციხეში გაუშვი, რომ ცოტა გონს მოვიდეს. ცხოვრება დაგინგრია. ამისთვის უნდა დაისაჯოს. წვნიანი მოვამზადე შვილო. მიირთვი, მოგიხდება. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი ძმაო. სეჰერს ვეტყვი, რომ ოფიცერი მოვა და ისევ შენთან დავბრუნდები. შვილო. ესმამ რა გითხრა?
პოლიციის ოფიცერი მოვა ჩემგან ჩვენების სასაღებად. და ავუხსნა იმ ღამეს რა მოხდა. ვიცი რომ მოწყენილი ხარ. ფიქრობ რომ შენთვის ყველაფერი დამთავრდა. ასე ცხოვრება გაგიჭირდება. გინდა ქუდრეთს პასუხი აგებინო. გგონია რომ ამით გულზე მოგეშვება. მაგრამ დამიჯერე, ასე არ მოხდება. იმიტომ რომ კარგად გახდები თუ არა, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ცხოვრებას უყურებ და ფიქრობ რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება. ადამიანი იბადება და კვდება. ღამეს დღე მოჰყვება. ერთ სეზონს მეორე სეზონი. ხეებს ფოთლები დასწვივდება, შემდეგ კი ისევ აყვავდება. თუმცა მხოლოდ ის ვიცით, რასაც ვხედავთ. ვერ ხვდებით იმას, რაც ჩვენს თვალთ მიღმაა. გგონია რომ ცხოვრებას ჩვენ ვქმნით. იცი რას ამბობენ, როცა ადამიანი წარმატებას მიაღწევს, ბედმა გაუღიმაო. ხანდახან როცა გვტკივა, გგონია რომ ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს. მაგრამ ადამიანი ყველაზე დიდ ტკივილს მაშინ განიცდის, როცა ხვდება რომ ცხოვრებას თავად ვერ განკარგავს. მერე გულში ისეთი ცეცხლი უჩნდება, რომ ვერაფრით აკრობს. როცა ხვდები რომ ხელში არაფერი გაქვს, უკვე ძალიან დაგვიანებულია. თუმცა რა გელოდება ცხოვრებაში, რას გიმზადებს ის, არავინ იცის. უნდა გვწამდეს რომ უფალი ერთ კარს ხურავს, მეორეს კი აღებს. როცა ფეხებს კარგავ, ხელებს იყენებ. როცა მხედველობას კარგავ, ყურით ისმენ. როცა ენა ჩუმდება, სათქმელს გული ამბობს. თუ რომელიმე მათგანს რამე დაემართება, დანარჩენები მზად არიან მის დასახმარებლად. შეიძლება თვლი რომ ცხოვრებაში აღარაფერი გამოგივა, მაგრამ მალე მიხვდები რომ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა. იფიქრე იმაზე, რა შეგიძლია გააკეთო უკეთესი მომავლისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებას აუჯანყდე. დამიჯერე, ამ შემთხვევაში ყველა ბნელი გზა განათდება. ამის დანახვამ მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ამ სამყაროს არსი ესმის. დააფასე შენი ხელები, თვალები და გონება ჩეთინ. ჯერ არაფრისთვის არ არის გვიანი. თუ გინდა, შეგიძლია თავიდან დაიწყო ცხოვრება. ამჯერად მხოლოდ გულს მოусმინე. როცა ამას გააკეთებ, მიხვდები, რომ იქ იმალება შენთვის საჭირო სიმამაცე. ხომ გითხარი დედა? ეს მარასაც ჩაიფიქრებს, იმას აუცილებლად გააკეთებს. არავის მოусმენს. რაც არ უნდა მოხდეს, შენ გვერდით ვიქნები შვილო. თუ ის გიჟი ესმა ეცდება ციხეში ჩაქსვას, მამა შენი კი არა. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ რომ იყოს ვიბრძოლებ და შენს თავს მაინც არ დავუთმობ. გასაგებია? დედა ამაოდ ცდილობ. პოლიცია მოვა და წამიყვანს. ეს ორივე ვიცით. ასე შენ ფიქრობ, ქუდრეთ. იცი ახლა რას გავაკეთებთ? აქედან წავალთ. დედა მოიცადე, რას აკეთებ? აქედან მივდივართ, ქუდრეთ. ფეხი გამოადგი, სწრაფად. დედა გთხოვ, არ წავიდეთ.
ნუ მეწინააღმდეგები ქუდრეთ. გამარჯობა. ჩეთინ ფოირაზის სახლშია? ჩეთინ ფოირაზის განჩვენების სასაღებად მოვედით. მასთან შეხვედრა გვინდა. შიგნით შემოგძანდით. ჩეთინ სახლავე მოვიყვან. ძმაო, პოლიციის ოფიცრები მოვიდნენ. წამოდი ჩვენება მიეცი. ქუდრეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმისთვის, რაც დაგმართა. ამას ნუ ამბობ შვილო. ქუდრეთი შენი ძმაა. ხო, ნუ ჩაერევი დეიდაიშე. წავიდეთ ძმაო. ჩემგან ჩვენების სასაღებად მოხვედით. მე ჩეთინ ფოირაზი ვარ. დიახ. თქვენ საჩივარი შეიტანეთ ქუდრეთ ფოირაზის წინააღმდეგ. მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ ქუდრეთ ფოირაზი განზრახ დაგეჯახათ. შეგიძლიათ მომხდარის შესახებ გვიამბოთ? ისმენთ ბატონო ჩეთინ. ავარიის შესახებ მოგვიყევით. ხმა მოიღე ძმაო. როდის გეხდით? ჩეთინ მართული ოპერაცია გადაიტანა. ჯერ კიდევ არ გამოჯამრთელებულა. გამოჯამრთელებას უსურებ. მიდი ძმაო, ყველაფერი თქვი. ესმა. ბატონო ჩეთინ, თუ თავს ცუდად გრძნობთ, სხვა დროს მოვალთ. კარგად ვარ. კარგად ვარ. კარგი. რადგან კარგად ხართ? მოგვიყევით ავარია როგორ მოხდა. დეტალები გვაინტერესებს. სათქმელი არაფერია. ეს უბედური შემთხვევა იყო. მე არავის უჩევი. რას ნიშნავს უბედური შემთხვევა იყო? ქუდრეთ შენი მოკლა უნდოდა.
ფიქრობთ რომ განზრახდა ეჯახა? დიახ, არა. არა. ამ შემთხვევის დროს ჩემი და იქ არ იყო. ამიტომ არაფერი დაუნახავს. Hoş geldin oğlum. კეთილი იყო შენი მოსვლა შვილო. Nedim? ნედიმ? ისმენ ძმაო, Bakıver. Şunları sen ისმინე. bakıver. ეს შეკვეთები და არიგე. ყავა მკერავ მუსტაფას მიართვე. კარგი. Ne ikram რას edeyim მიირთმევ? Çay. ჩაის თუ ყავას? Soğuk limon. ცივი ლიმონადიც გვაქვს. Bir şey არაფერი არ მინდა მამა. Sağ ol. მადლობ. Senin canın რამე bir şey გაწუხებს? mi? Yanlış არასწორად მოვიქეცი მამა. Ne yanlış რას yaptın? გულისხმობ? Hani sen hep derdin ya. მამა, შენ ხშირად მაფრთხილებდი რომ მეუღლე, მეგობარი და პარტნიორი ფრთხილად უნდა შემერჩია. İşte ben orada yanlış. აი სად დაუშვი შეცდომა. Ortağımı seçemedim. თურმე პარტნიორი სწორად ვერ Ama შევარჩია. benim gibi. მეგონა რომ ჩემსავით სამართლიანი ადამიანი იყო, მაგრამ ვწდებოდი მამა. İpek'in gerçek yüzünü საავადმყოფოში იფეკის ნამდვილი სახე დავინახე. პაციენტის ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ. ბიჭი საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილს ებრძოდა. ქალბატონი იფეკი კი ურცხვად მივიდა. დაემუქრა. არ გაბედოთ და ჩემს დისშვილს არ უჩივლოთო. აქ ხალხისგან არაფერი მიგვერს. მამა, რა თქვი? Allah ıslah ღმერთს შევთხოვ რომ ის გოგო გამოსწორდეს შვილო. Artık იფეკთან მუშაობა აღარ შემიძლია მამა. çok düşündüm ama olmaz. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მას შემდეგ რაც უკანასკნელი მოვლენები ვიხილე, მასთან ერთად ვეღარ ვიმუშავებ. Sen en doğru. შენი საქმე შენიც შვილო. აქამდე ჩუმად ვიყავი. არ მინდოდა რა მეგწყენოდა, მაგრამ Bak oğlum. შენ თვითონ დაინახე რომ არც იფეკი და არც მისი ოჯახის წევრები პატიოსანი ხალხი არ არიან. არის ნერვიულო. Allah doğru. ღმერთი ჭეშმარიტების მხარესაა. რაც გვაქვს ყველაფერს შევაგროვებთ და ახალ ოფისს გავხსნით. Doğru. მეც ასე ვფიქრობ, მამა. Yaparız. ახალი ოფისის გახსნა მინდა. Ama iyi de მაგრამ borçlanırız. თვალის აღება მოგვიწევს. ამაზე არ ვფიქრო. Yeter ki sana ოღონდ იმ insanlara ადამიანთან აღარ იმუშაო და გამოსავალს bir hal ვიპოვით. çaresi bulunur. მე შენთან Ben ვარ. yanındayım. არის ნერვიულო. Üzülme. დაო გამიშვი. ესმა, გთხოვ დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე? ჩემს მას ცხოვრება დაენგრა. კუდრეთმა პასუხი არ უნდა აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. ესმა გონს მოეგე. რადგან ჩეთინმა თქვა რომ უბედური შემთხვევა იყო, ესე იგი ასეა. ყველაფერი დასრულდა შვილო. ხომხედა, ტყუილად გეშინა და ოფიცრები რომ წავლენ ჩეთინს ბოდიში მოუხადე. გთხოვთ თქვენი სახელის და გვარის გასწრივ ხელი მოვაწერეთ. გამოჯამრთელებას უსურვებთ. მადლობთ. ნახვამდის. მადლობთ. მადლობ შვილო. სწორად მოიქეცი. კუდრეთი ციხისთვის არ გაიმედე. ამისთვის მადლობას გიხდი. კუდრეთ მიდი შვილო. ჩეთინს ბოდიში მოუხადე და დაასრულა ეს უსიამოვნება. ისედაც მთელი ოჯახი შეგვძრა ამ ამბავმა. კუდრეთ, მოუხადე ბოდიში შვილო. Ben özür dilerim. არ ვთვლი რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი. კუდრეთ, მე შენ გიჩვენებ. თურგუთ გაჩერდი. თავი დამანებე ზოჰალ. თურგუთ, ბავშვს არაფერი დაუშავა. არაფერს დაუშავებ. უბრალოდ დაველაპარაკები. ჩემი გულკეთილი ძმა. სწორად მოიქეცი ძვირფასო. სწორად როგორ მოიქცა? ესმა. შენი აზრით ეს სწორი საქციელია დაო? დამნაშავეს ხელი დააფარა. ესმა საკმარისია, გაჩუმდი. მისმინე ძმაო.
არასწორად მოიქეცი. ვიცი ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთე, რომ მათ სახლში ვცხოვრობთ. მაგრამ კუდრეთმა ოცნება დაგიმსხვრია. ბევრი იშრომე იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყავი. ჩეთინი ჭკვიანი ბიჭია ესმა. კიდევ ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. თავი ამით ვინ უგეშად ბიცოლა? ო, რა თქმა უნდა. ჩვენ არც დედა გვყავს, არც მამა. მთელი ცხოვრება უნდა ვიმუშაოთ, რომ რამეს მივაღწიოთ. მამა ჩვენის ფულის დახარჯვა და გართობა არ შეგვიძლია. შვილო, ამის თქმა არ მინდოდა, არასწორად გამიგე. ჩვენ ხარში ამოგიდგებით. თურგუთი ჩეთინს კომპანიაში დააწყებინებს მუშაობას. ბიძია ამ ხელამ მსხვერპლს გაიღებს? ესმა დამშვიდი გთხოვ. კუდრეთი ჩვენი ძმა. დარწმუნებული ვარ განზრა ხარდამჯახებია. ღმერთმა დაგლოცოს ჩეთინ. სწორად მოიქეცი, რომ ჩვენი ოჯახის ერთიანობა არ დაარღვია. მიტევება დიდი მადლია. სანამ შენი გული სიკეთით იქნება სავსე. ღმერთი არაფერს გაგიჭირებს. მუდამ დაგეხმარება. იმედია ისე იქნება, როგორც შენაბობდე იდაეშე. მამა! გამოჯამთელებას გისურვებ ჩეთინ. ზოგჯერ ადამიანები თავიანთ ამბიციას და ბრას ვერ იმორჩილებენ შვილო. მაგრამ დგება დრო, როცა ხვდები, რომ რაღაც არასწორად გააკეთე. მერე სინანული გვიანია. ყველამ ვიცით, რომ ავარია უბედური შემთხვევა იყო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა იყო. ჩეთინმა რა უნდა ქნას? მთელი შრომა წყალში ჩაეყარა. კუდრეთ, ჩეთინის ცხოვრება დაინგრა. იმის გამო, რაზეც შენ ამბობ, რომ უბედური შემთხვევა იყო. აღარ დააყოვნო. ადამიანობა გამოიჩინე და სიამაყე დაივიწყე. ჩეთინს საჩვენე სინამდვილეში როგორი ძმა ჰყავს. როდიში მოსახდელი არ მაქვს მამა. კუდრეთ ნუ ჯიუტობ. შენთვის ჩეთინი ასეთი მნიშვნელოვანია? კუდრეთ, ვის გამო გინდა რომ ბოდიში მოვიხადო? საკუთარი თავის გამო თუ შენ გამო? მე მამა შენი ვარ. რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. ნეტავ შვილებს მშობლების არჩევის უფლება ჰქონდეთ. შვილო, სეჰერ. ერჯუმენს ყვავილები გამოართვი. მომეცი შვილო. აქამდე უნდა მოსულიყავი, მაგრამ ვერ მოახერხე. დღეს გავიგე რაც მოხდა. კარგია რომ მოხვედი. დაჯექი. შვილო, მამა შენი არ მოგენატრა? მე ძალიან მომენატრა. ნახე რა გიყიდე. ვიცი რომ მოგეწონება. რა მიყიდე?
არ ვიცი. ნეტავ რა არის? არ გინდა მოხვიდე და თავად ნახო. მოდი მამას ჩაეხუტე. ჩემო ძვირფასო. აქ რას აკეთებ? საჩხუბრად არ მოსულ ვარ ესმა. იმისთვის მოვიდი, რომ ჩეთინისთვის გამოჯანმრთელება მესურვებინა, თანაც მინდა სეჰერს ბოდიში მოუხადო. ძალიან კარგი ძვირფასო. ასეთი უსიამოვნო შემთხვევები ხდება ხოლმე ოჯახში. შენი ცოლი შემოირიგე. თურგუთმა არ უნდა გაიგოს, რომ იჩხუბეთ. დაუკვირდი, რას ამბობ ზუხალ? კაცი, რომელიც ცოლს არ აფასებს, ის ქმრობას არ იმსახურებს. აიშე, ძვირფასო. ცოლ-ქმრის საქმეში არ უნდა ჩავერიოთ. დაილაპარაკებენ და თავად შეთანხმდებიან. დეიდა ზუჰალი მართალია. ცოლ-ქმრის საქმეში არ უნდა ჩაერიოთ. მე ჩავერევი. აიშე? დეიდა მისმინე. არ მინდა გული გატკინო, მაგრამ აქ ცოტა ზედმეტი ხარ. არც კი ვიცი ვინ ხარ. ვინ ვარ? ნება მომეცი გითხრა ვინ ვარ. ვინ უნდა იყოს? ჩვენი ნათესავია. ინერვიულა სეჰერი ამ მდგომარეობაში რომ დაინახა, ამიტომ თავი ვერ შეიკავა. არასდროს გესმოდა ჩემი. საკმარისია. შევთვის მხოლოდ ჩეთინი არსებობს. მე მხოლოდ მიყვირი და მაკრიტიკებ. შვილად არ მიგაჩნი ვარ. უკვე გითხარი რომ ის ავარია უბედური შემთხვევა იყო. ამას უყურეთ. მამას როგორ უყვირის. ჭკუა უნდა ასწავლოთ, თორემ ვეღარ გამოსწორდება. შენზეც იგივეს ვფიქრობ. მაგრამ ურცხვი ხარ და ვერაფერს ამჩნევ. ესმა. შვილო, საჩუქარი მოგეწონა? ყოველს ვამბობ, აქამდე კარგ მამობას მიწევდი, შენთვის ჩემზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩეთინი იყო. ესმა და სეჰერი. არ გსხვენია? იმ ბავშვებს არც დედა ყავდა, არც მამა. ძალიან კარგი. მე თუ ვერა მათ მაინც გაუწევ მამობას. ასეთი ბრმა როგორ ხარ? რასაც ისურვებდი, ყველაფერს გისრულებდი. შენთვის არც ფული მომიკლია, არც მანქანა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგი ადამიანი ყოფილიყავი. როგორ ჩანს არ გამოგივიდა. კუდრეთ. ჩემზე მეტ ყურადღებას იმ საწოდავებს უთმობ. კუდრეთს ხომ ფულიც ეყოფა. ასე არაა, ბატონო თურგუთ? თურგუთ რას აკეთებ? ძალიან გთხოვ არ შეეხო. გემუდარები, გაჩერდი. ყეიდან ვიცი როგორც მოგექცევი. გაჩვენებ კარგი მამა ვიყავი თუ არა. ამას გაჩვენებ. შვილო, ასე რატომ იქცევი? საკმარისია ჩემთვის ჭკუის დარიგება. თავი დამანებეთ. დამშვიდდი შვილო. შვილო. ასე რატომ ჯიუტობ? მამას რატომ აღიზიანებ? წადი და მოუხადე ბოდიში, ამით რა დაშავდება? ისევ მე უნდა დამწიფდე, არა? დედა, ამ სახლში თავს ზედმეტად უგრძნობ. ესმა და ჩეთინი ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან. მე კი მხოლოდ ფული გამაჩნია. მამა არ მყავს, გესმის? დამშვიდდი შვილო, გაიგონებენ. გაიგონონ. მთელი ცხოვრება მათ ტირილს ვისმენ. დედმამა არ მყავსო. ცოტა მეც დავიჩივლებ და ახლა თვითონ მომისმინონ. კუდრეთ. ხმას დაუწია და სიტუაცია ცივი გონებით გააანალიზე. რას ელოდები, ჩემგან რას ითხოვ? მე ნუ მიპირისპირდები, კუდრეთ. ჭკუას მოუხმე. შენი აგრესიით ვერაფერს მიაღწევ, ამით მხოლოდ ავტორიტეტს იფუჭებ. თავი დამანებე, დედა. კუდრეთ. კარგად მომისმინე. ჩეთინის გამო მამასთან დაპირისპირება არ ღირს, შვილო. გაუთმე.
შეუსრულე, რასაც გეუბნება. მერე კი დააკვირდი. მართლა შენზე მეტად აფასებს მათ თუ არა? ვერ ამჩნევ? რასაც ამბობს, მაშინ ვეუსრულებენ. ბიძა ჩემო, როგორც შენი ტყვია. შვილო. მამას თუ დაუახლოვდები, ისიც დაგიახლოვდება. ყველაფერი შენს ხელშია. ესმას და ჩეთინს ვეღარ შეამჩნევს. გულწრფელად ნანობრად ჩავიდინე. პირდები გულს აღარასდროს გადგენ. ყოველ ჯერზე ამ შინაარსის ფრაზები გვასმის. რამე განსხვავებული მაინც თქვი. რას მიყურებ? რამე არასწორს ვამბობ? ძალიან ნანობ სეჰერ. მეორედ გულს აღარ გადგენ სეჰერ. ბუდის გიხდი სეჰერ. ეს მაგიყოფა. არ მეყოფა დაო. ცდები? ბოლოს ეს ამბავი როგორ მთავრდება? საწყალი სეჰერი სახედალურჯებული ჩვენთან ბრუნდება. ამ ტყუილებით გულს ვეღარ მოგვილბობ. შენი აღარ გჯერა. შეგიძლია წახვიდე. ესმა დეიდა მამიკოს ნუ უყვირი. თავი დაანებე შვილო. დეიდა შენს რა შეცვლის? მშვიდობა. აქ რა მოგიყვანა? მშვიდობა. მოხდარ ინციდენტზე გავიგე. ძალიან წუხარ. საჭირო არაა. უფრო ადრე რომ გამეგოსა ავადმყოფოში თქვენ გვერდით ვიქნებოდი. შენი ცოლი რომ მოგეკითხა და დაგერეკა გაიგებდი. მართალი ხარ. ტყუილად თავის მართლებას არ ვეცდები. სეჰერს ცუდად მოვეკეცი. შეცნობა დაუშვი. საკუთარ დანაშაულს ვაღიარებ. იქნება ამ ამბავში ჩაერიო და შეგვარიგო. სეჰერი არაფერს მიყვება, მაგრამ ყველაფერს მშვენივრად ხვდები. სულელი არ ვარ. აქამდე თუ კარგად გექცეოდი და ფიზიკურად არ გისწორდებოდი, ამ გოგოს უნდა უმადლოდე. თავს მის გამო ვიკავებდი. ბატონო თურგუტ, სეჰერი ძალიან მიყვარს. ის ჩემი მეორე ნახევარია, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყველაფერი. მიწად ვიქცე მეორედ თუ ვაწყენინო. ამინ. ამ ყველაფერს მე ნუ მეუბნები. მას დაელაპარაკე. თუ დაითანხმებ, აღარ ჩავერევი. სეჰერ, ჩემო მეორე ნახევარო, გთხოვ ნუ გაჯიუტდები. თქვენ გარეშე იმ სახლში ცხოვრება ჯოჯოხეთია. წამოდი, ბარგი ჩაალაგე, შინ დავბრუნდეთ. დავიდეთ. ჩემი მეგობრები მომენატრა. ძალიან გთხოვ, წავიდეთ. უარით გულს ნუ გაგვიტეხ სეჰერ. მომხედავ შენ შვილსაც დაბრუნება უნდა. კარგად დაფიქრდი. ბუდის დაანგრევა მარტივია, მაგრამ შექმნა ძალიან რთული. რომელ ბუდეზე ლაპარაკობ, ბიძა ჩემო? ასეთ ოჯახს ოჯახი არც ჰქვია. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა, ჩემო ესმა. სეჰერი დიდი გოგოა. თვითონ მოიფიქროს. ხო, მაგრამ ბიძია, ვიდრე შენი დის აზრს გავიგებთ, სჯობს გავჩუმდეთ და პატივისცემა გამოვიჩინოთ. დაო. ჩემო ესმა. შენს დასაუბრის საშუალება მიეცი. გისმენ შვილო, რა გადაწყვიტე? ჩემი წასვლის დროა, მამა. კარგი შვილო. მართალი ხარ, მამა. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვე. თავარია გარშემო პატიოსანი ადამიანები შემოვიკრიბო. იფექს დაველაპარაკები და მასთან საქმიან ურთიერთობას დავასრულებ. წარმატებები შვილო. რა ხდება? ომერისად მიდის. იმ ადამიანების თავიდან მოსაშორებლად მიდის. იფექს დაელაპარაკება და მასთან თანამშრომლობას შეწყვეტს. მადლობა ღმერთს. მის გვერდით აღარ იქნებიან. ძალიან მიხარია. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. უღრმესი მადლობა. დედიკო, ძალიან გთხოვ, გემუდარები, სახლში დავბრუნდეთ. პირობას გაძლევ, რომ აღარასდროს გაგაბრაზებ. გთხოვ.
სათამაშოებს დავალაგებ ხოლმე. ძილის წინ კბილებს გავიხეხავ. წონე რაღაცეები რომ არის, სახელი დამოვიწყდა. რა ერქვა? ხომ მიხდი რაზეც ვამბობ დედა? იმასაც შევჭამ ხოლმე, მართლა ყოველ დღე შევჭამ. კარგი შვილო. კბილდები. ყველაფერს დაგიჯერებ. კბილდები, დედიკო. გულს ნუ დავწყვეტ საერ. ჩვენს გოგოს თხოვნა შეუსრულე. არა წყენინა. კარგი შვილო. წავიდეთ. იცოდე არაფერი თქვა. მაგრამ დაო, გეყოფა ესმა. გადაწყვეტილება უკვე მივიღე. მივდივარ. მიდი შვილო. მამასთან დაჯექი. ბარგს ჩავალაგებ და მალე დავბრუნდები. რა მაგარია, მიხარია. იცოდე გავფრთხილებ. საერი გულნატკენი აღარ ვნახო თორემ პასუხს სხვანაირად გაგებინებ. გასაგებია? ამაზე არ იდარდოთ. გამოსწორდი. საერს აღარასდროს ვაწყენინებ. ამ კაცს მართლა მიყვები შვილო. აქედან მოშორდი, ამას ნუიზა. ამ კაცს არენდო. თავიდან მომწყდი. სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრებია შვილო. სიცოცხლე? გგონია ჩემს სიცოცხლეს? სიცოცხლე ჰქვია? შენი დარდი მალაპარაკებს. გაჩუმდი? ჩემზე არ იდარდო. უმჯობესი იყო თავის დროზე გედარდა. და გავიწყდა რომ დეი და აიშეს გეძახით. 20 წლის წინ ჩვენს დედობაზე უარი თქვი. ასე არ იყო? მიპასუხე. ამას ნუ ამბობ შვილო. რატომ? გულით ტკივა? ყვილს ვამბობ? შვილებს დედმამის გარეშე არ დავტოვებ. ობლად არ გაიზარდონო, თავიდან უნდა გეფიქრა. ღმერთმა იცის რომ უდანაშაულო ვარ. უდანაშაულო რომ იყო, ამდენი წლის მანძილზე ციხეში არ დაგტოვებდნენ. ამ სახლში სამადლოდ ცხოვრება არ მოგიწევდა. ჩეთინი არ გაუბედურდებოდა და ოცნებებს აისრულებდა. ისწავლიდა და კარგი მომავალი ექნებოდა. ზეჰერ, მოიცადე, არ დამიმთავრებია. ესმა ასეთი ნერვიული არ იქნებოდა. არც იფექტთან ერთად მუშაობის ვალდებულება არ ექნებოდა. ამ ყველაფერზე თავიდან უნდა გეფიქრა. გაჩუმდი, მომისმინე, არ დამისრულებია. მე როგორი ცხოვრება მექნებოდა? როგორ მოვიქცეოდი? ამაზე ოდესმე გიფიქრია? ახლა ვეკეტყვი. ქვემოთ რომ არა კაცია, მასზე არ დავქორწინდებოდი. დედა გვერდით მეყოლებოდა. და ამ კაცს ცხოვრებას არ დავუკავშირებდი. მეც ვისწავლიდი. მასწავლებელი ვიქნებოდი. გახსოვს მასწავლებლობაზე როგორ ვოცნებობდი? გახსოვს? მახსოვს. ახლა შემოგხედე რა სიტუაციაში ვართ. ჩეთინი, ესმა, მე. შენ გამო. ოჯახის სიყვარულის დედის გარეშე დავრჩით. არც დედა ყოლია და არც მამა. ჩვენთვის თავიდან უნდა გეპატრონა. ჩვენზე გეზრუნა. შვილო, გემუდარები. არ წახვიდე, გთხოვ. შენსავით არ მოვიქცევი.
ჩემ შვილს ოჯახურ სითბოს არ წავართმევ. თუნდაც ყოველღამით ცრემლიანმა დავიძინო, ქრისცემასაც უხმო დავიტან. ჩემმა შვილმა რომ ვერ გაიგოს. მის გამო ყველაფერს გავუძლებ. მამას არ წავართმევ. თუ იმ სახლში ბედნიერია, გულს არ დავწყვეტ და უკან დავაბრუნებ. რა თქმა უნდა ვერ გაიგებ, რასაც ვამბობ. შენთვის კარგი დედობა, მსხვერპლის გაღება ხომ წარმოუდგენელია. შვილებისთვის თავდადებული არასდროს ყოფილხარ. ტყუილად ლაპარაკით თავს ნუ დაიღლი. აზრი არ აქვს. შენი სტუმრობის ვადაც ამოიწურა. ახლავე შენს ოთახში დაბრუნდი და ბარგი ჩაალაგე. მერე კი ეს სახლი დატოვე. ამას ნუ იზამშვილო. ჩეთინი ამ მდგომარეობაში როგორ დავტოვო? დატოვებ. როგორც 20 წლის წინ დაგვტოვე. ახლაც ასე მარტივად წახვალ. შვილო, შვილს ნუ მეძახი. დედა დარგთვლი. არც ჩეთინის და ესმას დედა ხარ. მშობლობა მათ მე გავუწიე. წლების მანძილზე ჩემს და-ძმას დედის დეფიციტს ვუსებდი. მომავალშიც ასე იქნება. არ იდარდო. ხვალდილით ამ სახლში აღარ დაგინახო. აქ თუ დამხვდები, იცოდები და ჩემს დაბიცოლას არ მოусმენ და გარეთ გაგაგდებ. სეჰერ. დედიკო, დაუჩქარე. გამშვიდი შვილო, მალე მოვა. რატომ შეწუხდი? დაგეხმარებოდი. წავალ ჩეთინს და ესმას დავემშვიდობები. ესმა. მაინც მიდიხარ? იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება გადაწყვიტე? ვილოცოთ, რომ ამჯერად ჯოჯოხეთი არ დამხვდეს. ჩეთინს შენ გაბარებ. ხვალ შემოგივლე. შენს ქმარს გადაეციდაო. თუ ხელს ისევ დაგაკარებს, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ. ჩეთინ. ჩეთინ. ჩეთინ, ძალიან გთხოვ, ნუ მიბრაზდები. იძულებული ვარ. სხვა გზა არ მაქვს. ძალიან გთხოვ, არ წახვიდე. ჩეთინ. დედიკო, იჩქარე. ბიძა ჩემო. ბიცოლას ყველაფრისთვის მადლობა გადაეცი. არ მიწყინოს. ხოლ ჩეთინის სანახავად შემოვივლი. რა თქმა უნდა შვილო. ეს შენი სახლიცაა. ყოველთვის სიყვარულის მიგიღებთ. წავიდე შვილო. დაო, ისევ გაწყენინებს, ნუ თუ ვერ ხვდები.
Alo. ალო, Esma Hanım merhaba. გაბატონო ესმა, მაპატიეთ აქამდე ვერ შეგეხმიანეთ. როგორ ხართ? როგორ ვიქნები ბატონო ომერ? ამ სახლში გონებით არავინ მოქმედებს. ხომ მშვიდობაა? პრობლემები გაქვთ? პრობლემების მეტი რა გვაქვს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი და თქვენი ხასიათის გაფუჭება არ მინდა. როგორ გეკადრებათ? ბაჰარის ქმართან სასაუბროდ მივდივარ. თუ გცალიათ გამოგივლით. კარგი იქნება. ამ სახლში ჩემი რჩევა და ჭკუა მაინც არავის სჭირდება. სხვებს მაინც დავეხმარები. Peki. კარგი, შეხვედრამდე. უნდა წავიდე. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım